შუადღე მშვიდობის მოგესალმებით შუადღე მშვიდობის. დღეს პროტესტის უკვე 33 დღე არის გავწვით ერთთვიანი ნიშნულს. კიდევ ერთხელ სულ იმას ვიმეორებ, რომ ისტორიული მოვლენების მომსწრეები ვართ ყოველდღიურად და ხვალ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის 31 დეკემბერი, სადაც მე დარწმუნებული ვარ, რომ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ადამიანი შეიკრიბება რუსთაველზე და ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი სანახაობა იქნება ერთის მხრივ და კიდევ ალბათ ვინც იქ მოხდება მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება ეს დღე. მეც მათ შორის ვიქნები ერთ მნიშვნელოვნად. ძალიან ბევრი რამ მოხდა გასულ უქმეებზე, სანამ ჩვენ ეთერში არ ვიყავით, დაწყებული პარასკევის საღამოდან დამთავრებული გუშინ დლამდე. ნახეთ სანქციების პირველადი პაკეტი ბიზნეს ევანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია თქვათ, რომ არის საკმაოდ კაცრი, თუმცა კიდევ ტოვებს სივრცეს იმისა, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს. ამით დაანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ აქვს ამ ადამიანს უკან დასახევი იმ თვალსაზრისით, რომ მე ვფიქრობ კიდე ლაპარაკის სივრცე დარჩენილია, რომ ამ ადამიანმა დათმოს და ინიშნოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები. ამავდროულად ჩვენ კიდე შემდეგი ნაბიჯები ვნახეთ ქართული ოცნებისგან, გუშინდელ ცირკს გულისხმობ, რომელსაც ინაუგურაციად მოიხსენებენ ქართული ოცნების წევრები. რომელსაც მახარებს ძალიან არის, რომ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას თითქმის ყურადღებას არ მიუქცევია ჯამურად თუ რაც მოხდა გუშინ პარლამენტის კედლებში, იმიტომ რომ არანაირი ლეგიტიმაცია და მნიშვნელობა იმას არ აქვს, თუ ვის დასვავს ქართული ოცნება საქართველოს პრეზიდენტად, ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად, იმიტომ რომ ყველაფერი, რასაც დღეს პარლამენტი, მთავრობა თუ ასე შემდეგ აკეთებს, არის არალეგიტიმური და ზუსტად ამაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. პირველივე დღესვე რაც გახდა ეს ადამიანი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, მან ხელი მოაწერა ძალიან დიდ ნუსხას რეპრესიული კანონებისა. ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნა მიღებული 9 დღეში და გუშინ ხელი მოაწერა ყაველაშვილმა. ეს არის ცვლილებები საჯარო სამსახურების შესახებ კანონში, ეს არის ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ეს არის ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში, სადაც არაადეკვატურად გამკაცრებული არის სანქციები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩაიდენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. მაგაზე ვისაუბრებთ. და პირდაპირ არღვევს ჩვენს კონსტიტუციას. მოირგეს საარჩევნო კოდექსი მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კიდევ უფრო მათთვის სათავისოდ გადაკეთდა და ასევე შევიდა ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, სადაც სიტყვა რეორგანიზაციით ცდილობენ წმენდა ჩაატარონ საჯარო სამსახურებში და ასევე ხო რაც ვთქვით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევო კოდექსში ჯარიმები არის გამკაცრებული და ყველაზე კომიკური რაც არის, ადამიანი შეიძლება უბრალოდ დააკავონ, იმიტომ რომ პრევენციულად მან დანაშაული არ ჩაიდინოს თუ წარსულში მას დანაშაული აქვს ჩადენილი ადმინისტრაციას, მაგალითად მე რომელსაც 500-ლარიანი ჯარიმა მაქვს გზის ხელოვნური 5000 გახდება. 5000 გახდა გზის ხელოვნური გადაკეტვა ბრჭყალებში, მაგას პოლიცია წყვეს თუ რას ნიშნავს ხელოვნური გადაკეტვა, იმიტომ რომ არანაირი რიცხვი ან შეფასება არ არის მოცემული კანონში, აბსოლუტური დისკრეცია აქვს იმ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან რეჟიმს თუ გადაწყვიტონ, ვინმე გზა ხელოვნურად გადაკეტა თუ არა და ამავდროულად ვინაიდან მე უკვე დაჯარიმებული ვარ ამით, ქუჩაში რომ დამინახონ აქციაზე, შეიძლება ჩათვალონ რომ კიდევ გადავკეტო გზა მომავალში და უბრალოდ დამაკავო 48 საათით. სანდრო, ერთ პატარა შესწორებას შევიტან, შენ ცირკი ახსენე და სხვათა შორის ძალიან ხშირად უწოდებენ ხოლმე ცირკს ამ ყველაფერს, რაც ასე ვთქვათ, არალეგიტიმური ხელისუფლების მხარეს ხდება ხოლმე. ცირკი ძალიან კარგი ადგილია, მინდა ყველას ვუთხრა, ის არის არაჩვეულებრივი სანახაობა, სადაც ძალიან კარგი არტისტები იღებენ მონაწილეობას და ეს ჯამბაზებიც არიან ძალიან კარგი ადამიანები, თავისი პატარ-პატარა ტრაგედიებით და ძალიან საინტერესო პროფესია. ეს არ არის ცირკი, ეს არის შეშინებული ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც ვერ უსწორებენ თვალს საკუთარ ხალხს და სიტყვა ინაუგურაციაც ჩემთვის პირდაპირ ასოცირდება რაღაცა დიდ ზეიმთან, დიდ დღესასწაულთან, როდესაც დიდ სივრცეში პრეზიდენტი ძალიან ამაყად გამოდის, მას ხვდება ჯარი, რომელიც ის არის მთავარსარდალი ამ ჯარის, იქ არის ალბათ ხალხიც და რაღაცა სადღესასწაულო დიდი ზეიმი არის ინაუგურაცია და ჩვენ გუშინ ვნახეთ ერთ პატარა ოთახში შავოსანი ხმოსნებს უძახიან, მაგრამ მე შავოსნები დავარქვი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ესე ყვავებივით ჩამწკრივებული ეს ადამიანების რაღაცა დაჯგუფება, იქ 3 ადამიანი იდგა სულ ჯარისკაცის ფორმაში, ნუ ეს იყო ძალიან ჩემთვის ძალიან უხერხული სანახაობა, როგორც ჩემი შვილი იყო და
ვიქრინჯებიო, აი ზუსტად ესეთი ამ სანახაობა იყო ეს და ამ დროს ჩვენ პარალელურად ვუყურებდით საქართველოს პრეზიდენტი ის როგორი ღია კარით დახვდა, ასე ვთქვათ, თავის ხალხს, როგორ გავიდა ის ხალხში და ძალიან ღირსეული იყო ამ ყველაფრის ნახვა და რომ შევადაროთ ეს ყველაფერი რაღაცა აბსოლუტურად განსხვავებული სანახაობა იყო, ორი შეშინებული ადამიანები, რომლებიც ვირთხებივით იქცევიან, რაღაცა კანონებს იგონებენ და უნდათ რომ აბსოლუტურად მავნებლური გზებით დაამახინჯონ და რაღაცნაირად დაუშნოვონ ის მთელი პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება. რახან ჯარი ახსენე, მაიკო, მეც ორი სიტყვით შევეხები მაგ თემას. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ოცნებას მიუხედავად იმისა, რომ მოახდინა რაღაც ინსტიტუციების დამორჩილება და დამონება, თავდაცვის ძალების მიმართ და ჯარის მიმართ უშუალოდ ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ, თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანები გარკვეულწილად ემორჩილებიან ყველაფერს, რასაც მათ უბრძანებენ. ჯარში ეს ასეთი სიტუაცია არ არის და მე ეს ძალიან მახარებს. მაგის გამოხატულება ისიც იყო, რომ იქ სამხედრო მოსამსახურეები ძალიან მცირე რაოდენობა იყო წარმოადგენილი, ალბათ ხელით არჩეული ადამიანები იყვნენ, რომლებიც რეჟიმს ემორჩილებიან, მაგრამ ძალიან სამწუხარო სურათი იყო, როდესაც ვნახეთ იქ მაღალი რანგის ოფიცრები წარმოდგენილი გენშტაბიდან და არა მხოლოდ გენშტაბიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას უნდა ემსახურებოდნენ, ამ არალეგიტიმურ პროცესში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ისტორიას ეს ყველაფერი შემორჩება და დარწმუნებული ვარ, ყველა თავის წილ პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ პასუხსაც აგებს ამის წინაშე. ჩვენ გავაგრძელოთ საუბარი იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ. ჩართვით ყავს იურისტი ნიკა სიმონიშვილი, რომელიც ვიცი როგორ ხაზზეა. მოგესალმებით ნიკა. მადლობა ჩართვისთვის. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად. ჩვენ მოკლედ შევეხეთ იმ სამ მნიშვნელოვან ასე ვთქვათ კანონში ცვლილებას, რომელზეც გვინდა რომ დღეს ვისაუბრეთ. ეს არის ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, ეს არის ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებები. მინდა რომ მივყვეთ მაინც ეს მოკლე ანალიზი რომ გავაკეთოთ, რას გულისხმობს, როგორ გაიმტკიცა საარჩევნო კოდექსი კიდევ უფრო კაცრად ქართულმა ოცნებამ, როგორც ცდილობს საჯარო სამსახურებში წმენდა ჩაატაროს და როგორც ცდილობს, რომ რეპრესიები განახორციელოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. მოგესალმებით, მაყურებელს მივესალმები და მადლობას გიხდით ჩართვისთვის. თქვენ შესავალში ძალიან სწორად აღწერეთ და სწორად ახსენით, რას გულისხმობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაკავების დამატებითი უფლებების მიცემასთან დაკავშირებით პოლიციელისთვის. დიახ, ანუ ეს კანონში ასეთი ახალი ჩანაწერი გაჩნდა, რომ პოლიციელს აქვს უფლება პრევენციული დაკავების, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ გვაქვს წარსულში სამართალდარღვევა ჩადენილი და ამ სამართალდარღვევის აღკვეთისთვის შესაბამისად პოლიციელს ანუ სამართალდარღვევა რომ არ განმეორდეს, ანუ მე ერთხელ თუ მაქვს სამართალდარღვევა ჩადენილი და აღარ უნდა რომ და უნდა პოლიციელს რომ აღკვეთოს ეს სამართალდარღვევა, მას შეუძლია 2 დღით დამაკავოს. თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ქუჩა მქონდა გადაკეტილი, მონაწილეობდი ამაში და დაჯარიმებული ვიყავი ამაზე და შეიძლება აქციაზე კიდევ რომ დამინახონ, შესაძლებელია კიდევ დამაკავონ იმის გამო, რომ შეიძლება მე კიდევ გადავკეტო ქუჩაო. ხო? მაგრამ აქ რეალურად საკანონმდებლო ჩანაწერი ბევრად უფრო შორს მიდის. აქ სამართალდარღვევის განმეორების, ასე ვთქვათ, აღსაკვეთად. ანუ აქ არამხოლოდ აქციაზე ჩადენილი სამართალდარღვევა შეიძლება მოვიაზროთ, არამედ ნებისმიერი სამართალდარღვევა. ანუ მაგალითად წითელზე თუ გაქვთ ავტომობილს თუ მართავთ და წითელზე თუ გაგიuliat, ესეც შეიძლება მოიაზრებოდეს. ან არ ვიცი, არასწორად თუ გადაგიკვეთავთ გზა, ხო? ან ღერძულა ხაზი გადაგიკვეთავთ. სიგნალით ჯარიმდება, როგორც ვიცი, ხო? სიგნალით, მანქანით თუ უერთდები პროტესტს და ასიგნალებ, ამ შემთხვევაშიც ჯარიმდება. სიგნალი მე მგონი არის რამდენადაც თუ იმას სვლელობაში იღებ მონაწილეობას მანქანით. ნახეთ, აქ ორი მომენტი არის, აქ მე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში პრევენციულ დაკავებაზე, ეს კიდევ ცალკე საკითხი არის, რაზეც თქვენ საუბრობდით. ნახეთ, აქ რაზეა საუბარი. ანუ მაგალითად, თქვენ თუ გაქვთ წარსულში სამართალდარღვევა ჩადენილი და პოლიციელმა ეს იცის, შეუძლია მას დაგაკავოთ იმისთვის, რომ მისი წარმოდგენით შეიძლება თქვენ გარკვეული სამართალდარღვევა გაიმეოროთ. უბრალოდ მე აქ საუბრობ იმაზე, რომ ეს სამართალდარღვევა შეიძლება მაინც და მაინც აქციაზე კი არ იყოს ჩადენილი, არამედ აქციას საერთოდ არც უკავშირდებოდეს ისეთი სამართალდარღვევა იყოს. ანუ მაგალითად წითელზე გაიარეთ, ან ღერძულა ხაზი გადაკვეთეთ. ანუ
საგზაო მოძრაობის წესი დაარღვიეთ მაგალითად, ხო? ან არ ვიცი, რაღაც სხვა ნებისმიერი სამართალდარღვევა ჩაიდინეთ. ახლა თქვენ შეიძლება დამისვათ კითხვა, რომ კი, მაგრამ რა შუაში არის მაგალითად საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა პრევენციულ დაკავებასთანო, ხო? პირდაპირ წერია, რომ სამართალდარღვევის პრევენციის მიზნით, ანუ განმეორების, ასე ვთქვათ, განმეორება რომ აღიკვეთოს, ამ მიზნით ნებისმიერი სამართალდარღვევის განმეორებისთვის შეუძლია პოლიციელს დააკავოს. მათ შორის იმის გამოც რომ თქვენ წარსულში შეიძლება ჩადენილი ქონოდათ სამართალდარღვევა, რომელიც მაგალითად დაკავშირებული არის წითელზე ავტომობილით გავლასთან დაკავშირებით. ასეთი მასშტაბის და ასეთი, ასე ვთქვათ, მოცულობის ცვლილება არის რეალურად შესული. იმიტომ რომ ახსნა არ აქვს არანაირი, რაც გულისხმობდა ძალიან ფართო განმარტება შეიძლება მიეცეს ნებისმიერი ანგაჟირებული ეგრეთ წოდებული სამართალდამცველის მხრიდან. ახლა შეიძლება ვიკითხოთ ის, რომ მაგალითად რა შუაში არის, მე შეიძლება ფეხით მივდივარ აქციაზე და რატომ უნდა დაგამაკავონ მაგალითად ავტომობილის, ასე ვთქვათ, წარსულში ავტომობილის წესის დარღვევისთვის. არ ვიცი, პოლიციელმა შეიძლება გითხრას, რომ მე რა ვიცი, იქნებ შენ შეიძლება ავტომობილში ჩაჯდე და მე ისევ წესი დაარღვიობა, ხო? და ამის გამო შეიძლება 48 საათით დაგვაკავონ. ანუ ასეთ აბსურდამდე არის კანონმდებლობა მისული, მაგრამ შეიძლება ახლა ქართულმა ოცნებამ დაიწყოს манипуლირება, რომ ესენი რაღაცა კანონს არასწორად განმარტავენ ან ასე შემდეგ, მაგრამ მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს ცვლილება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, კი. კონსტიტუციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის, როგორც არ უნდა მარტოთ ეს ჩანაწერი, ანუ პრევენციული დაკავება არც ერთ შემთხვევაში პრევენციულ დაკავებას არც ერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება. ანუ მაშინ, როდესაც აქ მომზადებაზე კი არ არის სამართალდარღვევაზეა თან აქ საუბარი, დანაშაულზე არც არის საუბარი, სისხლის სამართლის დანაშაულზე და აქ არც მომზადებაზეა საუბარი და არც მით უმეტეს მცდელობაზე სამართალდარღვევის, ხო? სადაც შეიძლება არც კი ჰქონდეს პოლიციელს ალკოჰოლ შემთხვევებში დაკავების უფლება, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ სამართალდარღვევა თუ მაქვს მე ჩადენილი და ეს რომ არ გავიმეორო საბარაუდოდ. აი ამის გამო. და რა სამართალდარღვევა? არ ვიცი, მაგალითად შეიძლება ავტობუსში უბილეთოდ იმგზავრეთ. აი ეს სამართალდარღვევა მაგალითად, ხო? ან ნებისმიერი სამართალდარღვევა. ამიტომ ეს ჩანაწერები რეალურად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პოლიციელმა სრულიად უმიზესოდ ერთხელ მაინც თუ გვაქვს რაღაცაზე ჯარიმა დაკისრებული, სრულიად უმიზეზოდ დაგვაკავოს 48 საათი იზოლატორში მოგვათავსონ. თქვენ რაზეც საუბრობდით, აი ეს გზის ბლოკირება ავტომობილების მეშვეობით, ეს არის მსვლელობა, რომლის დროსაც, ანუ სრულად იკეტება სამოძრაო ზოლი. ანუ ეს არის კიდევ დამატებით შესაძლებლობა, ანუ აქ რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ? გააკეთა ის, რომ ან გაამკაცრა უკვე არსებული ჯარიმები, ან ახალი სამართალდარღვევები შემოიღო. ანუ ეს არის შემთხვევა, როდესაც ახალი შემადგენლობაც შემოიღო და პლუს კიდევ ჯარიმებიც გაზარდა. ანუ თუ ჩვენ მაგალითად მსვლელობა გვაქვს, არ ვიცი, მოპედებით მაგალითად, ან მოტოციკლებით, ან ავტომობილებით და ამით სრულად იკეტება, ასე ვთქვათ, საავტომობილო ზოლი, სამანქანო ზოლი, კი, სამოძრაო ტერიტორია, შეიძლება პოლიციელმა, თუნდაც ჩვენ მოძრაობდეთ, თუნდაც მოძრაობაში იყოს ეს ყველაფერი, ამ დროსაც კი შეიძლება პოლიციელმა გამოიყენოს ჩვენ მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი სანქციები. ამიტომ ეს არის კიდევ მეორე მიმართულება, რაც სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა, რომ ახალი სამართალდარღვევები შემოიღეს და პლუს ჯარიმის ოდენობები გაზარდეს. და შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონში, აქ ეს მორიგი, ასე ვთქვათ, მორიგი აბსურდი დატრიალდა შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონში და ეხლა მე ამას ავხსნი, რატომ არის მორიგი აბსურდი. ერთი რომ ნიღბის ტარება და სახის ნებისმიერი ფორმით დაფარვა აიკრძალა, მაგალითად მე რომ სამედიცინო პირბადე მეკეთოს და თავს ვიცავდე ვირუსებისგან, შეკრების დროს ესეც არ შეიძლება. რომელიც სხვათა შორის ჩვენ ინფექციონისტის კომენტარი მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით და ის იძახის, რომ ზამთრის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ხალხი როცა არის სამედიცინო ნიღბები, მაინც ასე ვთქვათ, ეკეთოს ადამიანს, იმიტომ რომ ვირუსების პერიოდია და ზამთარში ეს ვირუსები უფრო აქტიურად მუშაობს. ფაქტობრივად დიახ, ნამდვილად ასე არის და ფაქტობრივად ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, რომ თავი დაიცვან სხვადასხვა ვირუსებისგან, ან სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და ისინი უბრალოდ აქციაზე ვერც გაჩერდებიან სამედიცინო პირბადის გარეშე, მათ ფაქტობრივად
შეეზღუდათ და აეკრძალათ კიდევაც, მოდი ასე ვიტყოდი, შეკრებებსა თუ მანიფესტაციებში. ნიკა, უკაცრავად კიდევ ერთხელ მაინტერესებს სამედიცინო ნიღაბიც არის იქ კანონში ნებისმიერი სახით, ნიშნავს რომ ნებისმიერი სახით. დაფარვაზეა საუბარი, შესაბამისად სამედიცინო ნიღაბიც ამაში იგულისხმება. ჩვენ მაგალითად თუ შევადარებთ სხვა ქვეყნის კანონმდებლობებს, მაგალითად აი ერთ-ერთი პირველი რაც მახსენდება, მე შემიძლია ეს ამაზე ვისაუბრო. ის არის ავსტრიის კანონმდებლობა. ავსტრიის კანონმდებლობაში სამედიცინო მიზნით სახის დაფარვა საჯარო სივრცეში ეს არის ცალსახად გამონაკლისი და პირდაპირ არის კანონში ამაზე მაგალითად მითითება გაკეთებული. ნუ აქ საერთოდ არც არის შეკრება მანიფესტაციებზე იქ საუბარი, იქ საჯარო სივრცეში სახის დაფარვაზეა ჯერ ერთი საუბარი და მას ცოტა სხვა მიზნები აქვს, მაგრამ იქ სამედიცინო მიზნებისთვის სახის დაფარვა ეს არის ცალსახად გამონაკლისში დაწერილი და ნებისმიერ ნორმალური კანონმდებლობა ამას ზოგადად ითვალისწინებს ხოლმე, მაგრამ ნუ ჩვენ შევთანხმდეთ იმაზე, რომ აქ არაფერი ნორმალური არ არის, ზოგადად სახის დაფარვა შეკრების დროს ეს კონვენციურად და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით ეს არის შეკრების თავისუფლების ნაწილი, იმიტომ რომ მე მაქვს უფლება არ გავამჟღავნო რომ ვიმყოფები კონკრეტულ შეკრებაზე. და განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მაგალითად მე საჯარო მოხელე შეიძლება ვიყო, ხო? და როგორც საჯარო მოხელეს პრობლემები შემექმნას იმ ახალი კანონმდებლობით, რომ გამარტივებული წესით რეორგანიზაციით შეიძლება უცებ სამსახურიდან გამათავისუფლონ. ამიტომ სახის დაფარვა შეკრების დროს და ჩემი ვინაობის არ გამჟღავნება ეს არის შეკრების თავისუფლების ნაწილი, ეს არის ცალსახად საწინააღმდეგო კონსტიტუციის, ცალსახად საწინააღმდეგო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის. მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის, რაც შეკრების და მანიფესტაციების. მოდიში ნიკა, სანამ გადახვალ სხვა ნაწილზე, აქ ხაზი მინდა გავუსვა ერთ რაღაცას, როდესაც პირიქით რაღაცაზე ვსაუბრობთ, კრიმპოლის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ვალდებულები არიან, რომ მათ სახე უჩანდეთ, იმიტომ რომ ვიცოდეთ ვინ არიან ეს ადამიანები. არ ვსაუბრობ GDD-ს თანამშრომლებზე, რომ სხვა საქმე რომ აიდენტიფიცირებელი არა აქვთ, მაგრამ GDD-ს თანამშრომლები ნიღბით გასაგებია, მაგრამ როდესაც საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები აბსოლუტურად ყველა ნიღბით არის და ზოგი სამედიცინო ნიღბით და ზოგი სპეციალურად საგანგებოდ დარიგებული შავი ნიღბებით, ესეც შიდა განაწესის დარღვევა არის მინიმუმ თუ კანონის არა. თუ არც ერთს მათ კოდი არ აქვთ, რომ რაღაცნაირად მოვახდინოთ მათი შემდეგ ამოცნობა, ასე ვთქვათ. აქ მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა ისეთი წესრიგი პოლიციელებთან მიმართებით, რომ მათი იდენტიფიცირება ფაქტობრივად გამორიცხოს. და დღეს ფაქტობრივად მათი მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოვლენაც კი ზოგიერთ შემთხვევაში ალბათ გამორიცხულიც კი არის. ამიტომ ეს კი ბატონო ძალიან სწორი მითითება არის, რა თქმა უნდა. და სწორი მითითება იმდენად რამდენადაც ერთია რომ ჩვენ გვაქვს უფლება რომ სახე გქონდეს დაფარული ეს კონვენციურად და კონსტიტუციურად ამის უფლება გვაგვაჩნია მაგრამ არაკონსტიტუციური კანონი მიიღეს და ჩვენ ამის უფლება შეგვიზღუდეს მეორე მხრივ სახელმწიფოს ევალება რომ იდენტიფიცირება მოახდინოს კონკრეტული პოლიციის თანამშრომლების ან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების ანუ ამის ვალდებულება აქვს იმისთვის რომ იდენტიფიცირებადი იყვნენ ეს პირები მათი მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში და ჩვენ ვნახეთ ასეთი უამრავი იყო ჩადენილი და არა უბრალოდ დანაშაული არამედ წამება იყო ადამიანები აწამეს და არაადამიანურად მოეყვნენ მათ ამ პირებთან მიმართებით სახელმწიფოს ვალდებულება აქვს რომ მათი იდენტიფიცირება მოახდინოს მაგრამ პირიქით სტანდარტს აწესებს და პირიქით სტანდარტის დაწესებით ცდილობს რომ ამ ადამიანების სახები დაფაროს და რატომ აკეთებს იმიტომ რომ ერთი ადამიანის იდენტიფიცირება მაინც თუ მოხდა ერთი პოლიციელის მაინც რომელმაც დანაშაული ჩაიდინა მერე უკვე დანარჩენები თავს შეიკავებენ იმ ბინძური და შავი სამუშაოს შესრულებისგან რომელსაც ქართული ოცნება ამ ადამიანებს ავალებს ხო ამიტომ ერთი ადამიანი მაინც თუ დაიჭირეს და მათი იდენტიფიცირება მაინც თუ მოხდა უკვე დანარჩენები მერე თავს სისტემის შლა დაიწყება სასათბურე პირობებს უქმნის ამიტომ ქართული ოცნება ამ ადამიანებს იმისთვის რომ უბრალოდ ჩაიდინონ ის რაც ქართულ ოცნებას უნდა გაუსწორდნენ ფიზიკურად ადამიანებს ჩაიდინონ დანაშაული და ისინი დარჩნენ დაუსჯელები ერთი ადამიანის დასჯაც კი ეს იქნება მათთვის სერიოზული პრობლემა. შემდგომ მეორე დღეს აღარავინ ამას აღარ გაიმეორებს. ამიტომ აკეთებენ ამას. ფანრებთან დაკავშირებით არის ლაზერის სხივებთან დაკავშირებით იყო კიდევ რომ ესეც იკრძალება როგორც ვიცი. პიროტექნიკაც იკრძალება, ლაზერიც. არა გამოიყენებ თუ არა პიროტექნიკას არა აქვს მნიშვნელობა, თუმცა ამ პიროტექნიკის არ გამოყენებაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და როგორ გვინდოდა რომ ის აკრძალულიყო და საერთოდ არ ყოფილიყო, მაგრამ ჯიბეში თუ აღმოგიჩინეს ესეც უკვე დანაშაულია. 1000 ლარიანი ჯარიმა არის თუ 200. კი, ანუ კანონში არის ჩანაწერი რომ იქონიონ
ანუ შესაბამისად ლაზერული მოწყობილობა ან ფანარი ეს იკრძალებაო და ასევე იქონიონ პიროტექნიკა. ანუ ვიყენებ თუ არ ვიყენებ, ჯიბეში რომ მედოს მაგალითად ლაზერი ან ფანარი მაგალითად, არ ვიცი. გზის გასანათებლად შეიძლება მინდოდეს შემდგომ აქციიდან რომ წავალ, ხო მაგალითად. ანუ აქციაზე მე რომ ფანარი მქონდეს ეს არ შეიძლება. არ შეიძლება პიროტექნიკა მქონდეს. და განსაკუთრებით საინტერესო რა არის, ცით ნებისმიერი შეკრების დროს პიროტექნიკის ქონა იკრძალება. ანუ მაგალითად, ამაზე რა თქმა უნდა ეხლა არ უფიქრიათ და მათ არც სურდათ რომ ზედმეტ ფიქრებში წასულიყვნენ, მაგრამ საკითხი რა არის, მაგალითად არ ვიცი, სხვადასხვა ჩვენი ასე ვთქვათ თანამოქალაქეები სხვადასხვა არ ვიცი ქალაქებში შეიკრიბებიან ალბათ ახალ წელს აღნიშნავენ და პიროტექნიკას თუ იქ გაისვრიან მსგავსი შეკრებების დროსაც, ხო? ანუ მათ თუ თან ეკნებათ, ესეც კი სამართალდარღვევაა. ანუ აქ არა მხოლოდ პროტესტის დროს შეკრებას ეხება ეს ყველაფერი, არამედ ნებისმიერი შეკრების დროს პიროტექნიკის ქონას ეხება. ანუ ახალი წლის აღსანიშნად რომ ვინმე შეკრების დროს ისროლოს პიროტექნიკა, ის ადამიანებიც კი ხვალ მაგალითად ხვალ საღამოს შეიძლება დაისაჯონ. ამიტომ ვინც მისმენს, არ ვიცი, გაითვალისწინეთ მაინც. იმიტომ რომ ასეთ დროსაც გამოყენება პიროტექნიკის ასევე აკრძალულად ჩათვალა კანონმა. და აკრძალულად იმიტომ ჩათვალა, რომ ქართულ ოცნებას უნდოდა რომ ერთი სული ჰქონდა დროზე ამოექოლათ აი ჩაეკროთ ყველა წინააღმდეგობის ყველა კერა, სადაც მათ რაღაცა პატარა წინააღმდეგობა მაინც დაინახეს, ყველგან აკრძალვის შემოტანა უნდათ. ხო, ანუ რა შუაშია ლაზერი, რა შუაშია ფანარი, ხო? ანუ აი პიროტექნიკა კიდევ ცალკე თემა არის შედარებით, მაგრამ აქაც კი აი ლაზერიც, ფანარიც ერთგვარი რაღაცა წინააღმდეგობის სიმბოლო იყო ამ აქციების დროს, ხო? აი ეს ლაზერების გამოყენება წინააღმდეგობის. ხო, იმიტომ რომ ერთის მხრივ აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა ამ ლაზერის წარწერები, რა უნდა გვეკეთებინა, რაღაცნაირად ერთგვარი ატრიბუტი და რეკვიზიტი იყო მნიშვნელოვანი ძალიან სხვათა შორის ამ ბოლო პერიოდის აქციებზე. ნიკა, საინტერესო არის, გასაგებია რომ ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ ეს პროტესტის, ეს მუხტი, რომელიც უკვე თვეზე მეტია ჩვენს ქვეყანაში გრძელდება, რაღაცნაირად უნდათ რომ შეამსუბუქონ და შეამცირონ და ჩააქრონ. როგორ ფიქრობს, რამდენად იმოქმედებს ეს ყველაფერი პროტესტის მუხტზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩემის აზრით იმ ფაზაშია, რომ მას ვერც ერთი კანონი წინ ვეღარ აღუდგება, იმიტომ რომ მუხტი ძალიან მაღალია და გამარჯვებამდეც მე ვფიქრობ, რომ არის ჯერ კიდე გზა, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ ჩვენ ამ ყველაფერთან. ეს ჩემი შეგრძნებაა ყოველ შემთხვევაში. რას ფიქრობთ თქვენ? მე ვფიქრობ, საკითხი ძალიან მარტივად არის. ქართული ოცნება რაც უფრო მეტ რეპრესიულ მექანიზმს შემოიღებს და რაც უფრო მეტ რეპრესიას გაატარებს პრაქტიკაში, მით უფრო მეტ ადამიანს გაამწარებს და მით უფრო მეტ ადამიანს გადაიმტერებს. და მით უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს უკვე ამ წინააღმდეგობაში შემოსვლას ქართულ ოცნებასთან. მით უფრო მეტად დაკარგავს ქართული ოცნება ნდობას, მით უფრო მეტად უკმაყოფილოები იქნებიან ადამიანები იმ მდგომარეობით, რაც ქვეყანაში გვაქვს, ხო? და თან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქართული ოცნება პირდაპირ დაუპირისპირდა იმ ადამიანებს და პირდაპირ დაუპირისპირდა იმ სფეროს, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ დოვლას ქმნიან. და შესაბამისად ამ ადამიანებთან დაპირისპირება და ამ ადამიანებთან ესე პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ეკონომიკურად მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ახლა რაც არ უნდა ილაპარაკონ, რა ვიცი, მთავრობის, ეგრეთ წოდებული მთავრობის წევრებმა, ხო, ანუ თვითგამოცხადებული მთავრობის წევრებმა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, რომ რაღაცა ეკონომიკური ზრდა არის ან ასე შემდეგ, ხო, ანუ ფაქტის სახეზეა, რომ ანუ ბიზნესი ისე ვეღარ ფუნქციონირებს, როგორც ადრე ფუნქციონირებდა, არავითარი ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივად ქვეყანაში არ გვაქვს და შესაბამისად, რაც უფრო მეტად რეპრესია შემოდის, მით უფრო მეტად, ხო, ანუ მე მქონია შეხება რა ერთ ადამიანთან, რომელსაც კითხვა დაუსვამს, რომ ანუ ხომ არ ღირს ახლა ქვეყანაში რაღაცა ინვესტიციის ჩადება და ის ადამიანები თუნდაც კერძო სექტორში, რომელსაც შეიძლება ის პოლიტიკური საკითხები არ ეხება, მაგრამ ისინიც თავს იკავებენ სწორედაც იმის გამო, რომ არასტაბილური მდგომარეობაა ქვეყანაში და არასტაბილური მდგომარეობა სწორედ ქართული ოცნების გადაწყვეტილებით არის. ამიტომ ეს პირდაპირ გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე, ეკონომიკური გავლენა კი რა თქმა უნდა ადამიანების და ზოგადად სახელმწიფოს კეთილდღეობაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს. ამიტომ ეს ერთი მხრივ გაამწვავებს სიტუაციას და მეორე მხრივ რაც უფრო მეტ ადამიანს შეეცდება რომ დასაჯოს ქართულმა ოცნებამ,
მით უფრო მეტ ადამიანთან მიმართებით, ასე ვთქვათ, გამოიწვევს უკმაყოფილებას ეს ნაბიჯები და ჩვენ კარგად ვნახეთ რომ არ ვიცი ხა მე თვითონ მაგალითად არც ერთ დარბევას არ ჩაულია ისე რომ მე თვითონ იმ დარბევებში არ მოუყოლილიყავი და გაზი არ მესუნთქა მიუხედავად იმისა რომ ვცდილობდი თავი დამეცვა აერწინაღით ახლა ესეც აგვიკრძალეს მიუხედავად ამისა ჩემი ასე ვთქვათ საპროტესტო მუხტი თუ რაღაც ჩემში პროტესტი არანაირად არ განელებულა ხო ანუ პირიქით უფრო მეტად გამაღიზიანა ამან ანუ შეიძლება არ ვიცი იმ თამაშის წიგნა ეს ეგრეთ წოდებული პლეიბუქიდან რომელიც ჩვენ ჩრდილოელი მეზობლისგან გადმოიღეს იქ ეს თამაშის წესები მოქმედებს რომ ვიღაცას თავში რაღაცას ჩაარტყავ და ის ამით ჩერდება მაგრამ მე შემიძლია გითხრათ რომ ადამიანები რომლებიც ვნახე მე თვითონ კლინიკებში, საავადმყოფოებში, რომლებსაც სახიზულები ჰქონდათ ჩამწრული, საშინელი დაზიანებები ჰქონდათ, რამდენიმე დღის მერე როგორც კი მათ მეტნაკლებად ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოუსწორდათ, ჩემთან ერთად იდგნენ აქციაზე. ადამიანები, რომლებსაც საშინელ მდგომარეობაში ჰქონდათ სახეები, სახიზულები, ჩემთან ერთად ისევ იდგნენ აქციაზე. ამიტომ ვერანაირი რეპრესია ამ ადამიანებს ვერ გააჩერებს, ვერანაირი რეპრესია ვერ გააჩერებს ამ პროტესტს და თუ უნდა ქართულ ოცნებას რომ მართლა რაღაცა, ასე ვთქვათ, რაღაც ასე ვთქვათ ეს მუხტი დააგდოს ხო მუხტის დაგდება ისე როგორც მათ უნდათ ეს ვერ მოხდება პროტესტი გაჩერდება ერთადერთ შემთხვევაში მე ასე მგონია თუ იქნება ის მოთხოვნები დაკმაყოფილებული რაც გულისხმობს რა თქმა უნდა სამართლიან და თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარებას და რაც გულისხმობს იმას რომ ის ადამიანები რომლებიც რეალურად ტყვეები არიან ქართული ოცნების ტყვეები არიან ეს ადამიანები გათავისუფლდებიან აქ რა თქმა უნდა სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ადამიანებზე არის ძირითადად საუბარი და ხო ადმინისტრაციულად უკვე გამოშვებულია პრინციპში ვინც ამ პერიოდში დაკავებულები იყვნენ პრინციპში ძირითადად სისხლზე არის აქ რა თქმა უნდა საუბარი ცალსახარო ადამიანებს ბრალი სრულ აბსურდზე აქვს წაყენებული ანუ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობაზე აქვს ბრალი წაყენებული მაშინ როდესაც ორგანიზატორს ფიზიკურად ვერ პოულობენ ხო და თვითონაც არიციან ორგანიზატორი ვინ არის კი არა და არც არსებობს ასეთი ორგანიზატორი და არც რაღაცა ორგანიზებული ძალადობაც კი არ მომხდარა ხო ამიტომ მანამდე სანამ ქართული ოცნება ასე ვთქვათ არ დათმობს პრინციპულ დონეზე ანუ მან ის ცდილობს ახლა ქართული ოცნება რომ მივაჭროს ამ ტყვეებით და მაგიტომ ვეძახით სწორედაც ტყვეებს. ისინი პოლიტიკური პატიმრები კი არა, ტყვეები არიან. ნიკა, ორი სიტყვით მინდა შევეხოთ აუცილებლად იმასაც ადმინისტრაციულ ვისაუბრეთ ადმინისტრაციულ სამართალდამცავ კოდექსზე და შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონზე და მინდა რომ ორი სიტყვით ვისაუბროთ საარჩევნო კოდექსი როგორ მოირგეს კიდევ ერთხელ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებასთან მიმართებაში და საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით რომ ვიცით რომ რეორგანიზაცია სიტყვა რომელიც საერთოდ სხვა მნიშვნელობა აქვს და სხვანაირად უნდა გამოიყენებოდეს ამათ უბრალოდ რეპრესიულ მანქანად აქციას რომელიც ადამიანებს სამსახურებიდან უშვებს მაშინ როდესაც რეორგანიზაცია გულისხმობს რომ ალტერნატიული პოზიცია უნდა შესთავაზო საჯარო მოხელეს თუმცა ყველას უკვე საჯარო მოხელესაც აღარ ეძახიან და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს გაფორმებას აპირებენ რომ მოუყვეთ მაყურებელს რას გულისხმობს ეს ცვლილებები კი, მე შევეცდები პოლიტიკური ზეწოლა ყოს საჯარო მოხელეებზე. ბოლოდან შევეცდები რომ დავიწყო რა ცვლილებები შევიდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. ქართულ ოცნებას შეიძლება რომ ვითომ და სტრუქტურული გადაადგილებებით დაიწყოს რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მარტივად. მისთვის არასასურველი კადრები გაუშვას ამ სტრუქტურული გადაადგილებების და სტრუქტურული ცვლილებების გამო. ამ ადამიანებს გაუშვებს მარტივი პროცედურებით, უფრო მცირეხნიანი პროცედურებით, ვიდრე აქამდე იყო დაწესებული. თუ გაუშვებს მას სამსახურიდან ის მაშინვე თავისუფლდება სამსახურიდან და თუ ახალი კონკურსი გამოცხადდება ამ ახლად შექმნილ სტრუქტურულ ერთეულში, ეს ადამიანები ფაქტობრივად მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ ახალ კონკურსში. მათ არც მობილობის შესაძლებლობა მიეცემათ, რომ სხვა საჯარო დაწესებულებაში გადავიდნენ სხვა თანამდებობაზე მაგალითად. თუ ისინი იდავებენ სასამართლოში და მოიგებენ დავას და ეს როგორც წესი 2-3 წელი მაინც გრძელდება ხოლმე ისინი ვერ შეძლებენ იმას რომ სამსახურში თავი აღიდგინონ იმიტომ რომ ამას კანონი პირდაპირ გამორიცხავს და შეძლებენ იმას რომ მხოლოდ 3 თვის კომპენსაცია მიიღონ მიუხედავად იმისა რომ მათ 3 წელი იდავეს სასამართლოში აი ეს ჩანაწერი გააკეთეს მათ კანონში მიუხედავად იმისა რომ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რომელიც პირდაპირ გვეუბნებოდა რომ ეს 3 თვიანი კომპენსაცია ადრე იყო ასეთი შეზღუდვა კანონში ის გააუქმა საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა რომ სრულად უნდა მიეცეს
გათავისუფლებულ დასაქმებულს კომპენსაცია უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში, მაგრამ ქართულმა ოცნებამ იცოდა რა, რომ ამ ხალხს უკანონოდ ბოდიში და გაყრიდა სამსახურიდან, ამას სხვა არაფერი არ ქვია, ამიტომ ეს ჩამკეტი ჩადო კანონში, რომ 3 თვეზე მეტის გადახდა არ მოუწიოს და სრული კომპენსაციის გაცემა არ მოუწიოს. და აქ არის მეორე საკითხი. დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები აქციათ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებას. ანუ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე მიბმული გახადა პირდაპირ. ანუ როდესაც მოესურვება მაგალითად მინისტრს ან არ ვიცი, რაღაც რომელიღაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაშინვე შეძლებს დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილეების გათავისუფლებას. ყოველგვარი რაღაც რეორგანიზაციაც არ ჭირდებათ მათთან მიმართებით. და კომიკური არის ის, რომ ეს ადამიანები რეალურად პროფესიული საჯარო მოხელეები არიან, მაგრამ აქციეს პოლიტიკური თანამდებობის პირებად. პოლიტიკური თანამდებობის პირების თანაშემწეებად აქციეს ფაქტობრივად. ამაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს რამდენიმე წლის წინ ნამსჯელი და საკონსტიტუციო სასამართლომ იქ პირდაპირ თქვა, რომ ისინი პროფესიული საჯარო მოხელეები არიან და გააუქმა ნორმა, რომლითაც ფაქტობრივად ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ითვლებოდნენ. ანუ აქ მეორე გადაწყვეტილებასთან საკონსტიტუციო სასამართლოს მოვიდა ქართული ოცნება წინააღმდეგობაში. ნუ მათ ახლა საკონსტიტუციო სასამართლო ჯიბეში უზრით და მის ძველი გადაწყვეტილებები რომ არ აინტერესებთ, ახლა ვის უყურს, მაგრამ ისევ ამბობ ხო მაინც. და საინტერესო რა არის, რომ ამით დეპარტამენტის უფროსებზე, ანუ რადგანაც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვალნენ, დეპარტამენტის უფროსებს და მათ მოადგილეებს აღარ მოეთხოვებათ, რომ იცოდნენ სახელმწიფო ენა და აღარ მოეთხოვებათ, რომ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. კი, და ნიკა, ძალიან მოკლედ რომ საარჩევნო კოდექსსაც შევიხოთ, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა რომ ეგეს დავფაროთ თუ შეგვიძლია. კი, რა თქმა უნდა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ეს მომავალ, ასე ვთქვათ, არჩევნებს უკვე 2025 წლისთვის მოსასვლელ არჩევნებს შეეხება, სადაც ანუ ქართულმა ოცნებამ ერთი მხრივ ანუ მოირგო ასე ვთქვათ ეს სისტემა ისე, რომ ანუ მაშინ როდესაც პარლამენტის შემთხვევაში მაგალითად საარჩევნო სისტემას პირდაპირ ადგენს კონსტიტუცია, როგორი უნდა იყოს საარჩევნო სისტემა, სრულად პროპორციული 5%-იანი ბარიერით, ადგილობრივი თვითმმართველობის შემთხვევაში უკვე საარჩევნო კოდექსში კეთდება ჩანაწერი და მარტივად შეცვალა მან ქართულმა ოცნებამ და თავის თავზე მოირგო ეს ჩანაწერი, რომ ერთი მხრივ ბარიერი გაზარდეს, ანუ საარჩევნო ბარიერი აწიეს, რომელიც დაბლა იყო დაწეული და შესაბამისად მცირე პარტიებს აღარ აძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ დაბალ პროცენტიან პარტიებს, რომ ისინი ასევე საკრებულოებში იყვნენ, მცირე ჯგუფები აღარ ექნებათ მათ შესაძლებლობა იყვნენ საკრებულოში წარმოდგენილები და ამით დაკარგული ხმებით მან შეძლოს და გაიზარდოს თავისი, ასე ვთქვათ, თავისი კვოტები, ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, ის რომ მაჟორიტარების რაოდენობა გაზარდეს, ჩვენ ვიცით, რომ ეს შერეული სისტემა, ხო, ეს შერეული მაჟორიტარული და პროპორციული ეს არ არის არანაირად სამართლიანი სისტემა და გაზარდეს მაჟორიტარების რაოდენობა და მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდით ისინი ცდილობენ უფრო მეტი უმრავლესობის მოპოვებას საკრებულოებში. სადაც მათ უფრო მარტივად მიენიჭებათ მანდატი. ნიკა, ძალიან დიდი მადლობა, სპეციალურად შევეცადეთ, რომ ყველაფერი დაგვეფარა, რაც ამ ერთი დღის განმავლობაში ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაჩქარებული წესი 9 დღეში მიიღეს და ამ ადამიანმა ეს ყველაფერი ერთ დღეში დაამუშავა, ანალიზი გაატარა და კმაყოფილი დარჩა ამ ყველაფერი და ერთ დღეში ყველას ესე კონვეიერულად მოაწერა ხელი, რაზეც ახლა დღეს ჩვენ ვისაუბრეთ და პრინციპში დროც არ გვეყო სასაუბრად. ტემპი როგორც ბატონი ბიძინა. ძალიან დიდი მადლობა, ნიკა, საინტერესო ანალიზი. მე დარწმუნებული ვარ, დიდი მადლობა და იმედს ვიტოვებ, რომ კრემლის კანონები ამ ქვეყანაში არ იმუშავებს. დაგემშვიდობებით, მშვიდობით. წარმატებებს გისურვებთ. ხო, მაიკო, როგორც ვთქვი, გამხდარი არ იყო ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი და თანამდებობა დაკავებული არ ქონდა ჯერ კიდევ ბოლომდე, როდესაც ამ ყველაფერს უკვე ხელი ქონდა მოწერილი, რადგან ამდენი დრო დავხარჯეთ, ჯერ მხოლოდ ინფორმაცია რომ მიგოწოდებინა, მოყოლებისთვის რაზი არის საუბარი. აღარ შევდივარ უკვე ამ კანონის წაკითხვაზე, ანალიზის შესვლაზე, წუნის ნახვაზე და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს ყველაფერი ძალაშია უკვე შესული და სულ ცოტა ხნით იქნება ეს დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ეს დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონები ნამდვილად არ იმუშავებს ამ ქვეყანაში. გენია უბრალოდ. კი, ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ ზურაბ გუგლთან ერთად დავბრუნდებით, უნდა ვისაუბროთ მიმდინარე მოვლენებზე. დაკვალოთ.